წლებში თუ აქამდე რაღაცა პროგნოზები იყო და სამოქალაქო სექტორიდან გაჟღერებული რიგი ესე ვთქვათ ფაქტები, რომელსაც გარკვეულწილად სახელმწიფო მედიები და შესაბამისად მათი ესე ვთქვათ წყალებში ესე ვთქვათ ექსპერტები აბათილებდნენ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით აკარწყლებდნენ თითქოს და დღეს უკვე ეს არ არის ორივე ესე ვთქვათ როგორც სამოქალაქო სექტორი ასევე თვითონ სახელმწიფო კაბინეტში დაიწყო ეს ცვლილებები და ვხედავთ რომ არათუ სადღაც მესამე, მეოთხე, მეხუთე ესე ვთქვათ რანგის საჯარო მოხელეები, არამედ ნომერ პირველი პირები ქვეყნისა, რომელიც წარმოადგენდა ამ ქვეყანას, იმათთან მიმართებაში არ მხოლოდ კითხვის ნიშნები, არამედ რეალურად გამოიკვეთა სქემა, რითაც ესე ვთქვათ ისინი უხეშად ერეოდნენ ბიზნესს ვთქვათ საქმიანობაში, პარალელურად ახალისებდნენ ჭრილოვან ეკონომიკას და ამის პარალელურად რასაკვირველია, მათ შორის ალბათ საუბარი იქნება, რამდენად ლეგალურ ესე ვთქვათ საქმიანობას ეწეოდნენ, ეს კითხვაც ისმის, რასაკვირველია, აქვე უნდა გაესვას ხაზი, ეს იქნება ხეთქის ბიზნესი, ეს იქნება ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული კრიპტოვალუტების ბიზნესი თუ კოლ-ცენტრები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესეც კი რომელზეც ჯერჯერობით არაფერი არ გვესმის, მაგრამ შეიძლება დადგება დრო და აუცილებლად ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მდგენელი არის ამ ჭრილოვან ზოგად ნაწილში, ამ მიმართულებით ჯერჯერობით ესე ვთქვათ გაჟღერება არ ყოფილა, გარდა იმისა, რაც ნახეთ იგივე ალკოჰოლურ სასმელებთან ვთქვათ მიმართებაში, ცხვირწინ 3-4 წლის განმავლობაში რაღაც ხდებოდა და ნუ ამას რატომღაც ვიღაცა ვერ ხედავთ. ანუ ეს გვეუბნება იმას, რომ მთელი ამ პრინციპის მანძილზე ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ კლეპტოკრატიასთან პირდაპირ. სხვაგვარ ახლა ჭრილოვანი ცოტა მსუბუქი ვთქვათ ნათქვამია. ჭრილოვანი ეკონომიკა მე ვიცი, როდესაც ბიზნესს ვიღაცა ხელს აფარებს და ის მუშაობს ჭრილში. მაგრამ როდესაც თვითონ პოლიტიკოსები აკეთებენ ამას უკვე ქვია გემბლინგიან რაღაცას არ არის ეს მხოლოდ ძალიან რბილად მეჩვენება, რომ ამას პროტო ჭრილოვანი ვთქვათ დავარქვათ. რასაკვირველია ეს ყველაფერი კორუფციაზე უარეს მითვისება და გადანაწილება კლეპტოკრატიის კლასიკური განმარტება. სწორედ ამაზე არის საუბარი, როდესაც ბუნებრივ რესურსებს სხვას, მათ შორის წიაღისეულს და ხეთქის და ამას უკვე ვიღაცას ვთქვათ მიითვისებს, ამათ პირდაპირ ის ქვია, რაც ვთქვათ დავასახელეთ. სხვა შემთხვევაში ძალიან რბილი ნათქვამი არის ჭრილოვანი ეკონომიკა. იმიტომ ჭრილოვანი ეკონომიკას პირდაპირ ახლავს ამ შემთხვევაში კორუფციაც, მაგრამ კორუფციაცაც თავისებური ვთქვათ ახსნათ, თუ ხელისუფლებაში მყოფ სუბიექტთან ერთად ვიღაცამ ბიზნესი დააფუძნა, ის არც არავის პირდაპირ აძლევს ბიზნესიდან წილს და ეს ან კორუფციის განსხვავებული ვთქვათ სახე მივიღეთ ამ შემთხვევაში. ანუ თან ფულის დახარჯვის პრობლემას დგას, ხო? ეკონომისტები ხშირად მიუთითებენ ხოლმე, თუნდაც მიმდინარე ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომ იქიდან დახარჯვის პრობლემაც დგება, რასაც ზოგიერთი უკავშირებს მათ შორის ამ კორუფციულ სქემებს და იმას, რომ ახლა მინდა ერთგვარი გადალაგება ამის შემდეგ, ადამიანებმა არიციან თამაშის წესები, მაგალითად სახელმწიფო ტენდერში რომ შედიხარ, იქ ვისთვის არის დასაშვები კორუფცია, ვისთვის არ არის, ახლა რაღაცა ერთი ხრივს, რასაც ჩვენ ხედავთ ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში და მეორე ხრივ უშუალოდ ბიზნესში ჩარევის ნაწილში. ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის, უშუალოდ ბიზნესში მონაწილეობა გაცილებით უფრო გრძელვადიან მავნებლობად მიმაჩნია. რასაკვირველია ის ძალიან დიდი მავნებლობა, როცა ბიუჯეტიდან ვიღაცა კაც აკეთებს. ვიდრე ესე ვთქვათ უშუალოდ ბიზნესში გასაგები რო იყოს, ვეცდები რომ ავხსნა. ანუ თავისუფალ კონკურენციაზე არის საბაზრო ეკონომიკა დაფუძნებული. ანუ კონკურენცია არის მაშინ თავისუფალი, როდესაც მესამე სხვა გარემოება მასში არ ერევა. როდესაც თვითონ სახელმწიფო რგოლი უშუალოდ ბიზნესში ვთქვათ მონაწილეობს, ამ შემთხვევაში თავარი რღვევა სასტარტო პირობები, რომელიც არის ანიდაბანი თავისუფალი კონკურენციის. ანუ ვიღაცას უპირატესობა ენიჭება და ეს ანგრევს ამ შემთხვევაში კონკურენციას და ანგრევს ბიზნეს გარემოს. ანუ მისი ესე ვთქვათ შედეგები გაცილებით უფრო გრძელვადიანია და უფრო ცუდი არის, ვიდრე ერთჯერადი კორუფციული გარიგება და რაღაც ატკატი. ეს ხო ძალიან ცუდი და მანკიერი რაღაცაა, აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ თვითონ ბიზნესის აქტივობაში მონაწილეობა ვიღაცის ხელისდაფარი, ვიღაცის სასათბურე პირობებით, ეს გაცილებით უფრო ცუდი და გრძელვადიანი შედეგების მომტანი არის თავისუფალი კონკურენციის და ბიზნეს გარემოს, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით. ანუ ეს წელს თუ არა მომავალ წლებში, ასე ვთქვათ, გამოიღებს. რაც ხდებოდა იგივე, ასე ვთქვათ, ღვინის ბიზნესთან მიმართებაში, რაზეც კითხვის ნიშნები არის იგივე ყოფილი, ასე ვთქვათ, პრემიერთან და მის გუნდთან მიმართებაში. კახეთთან მიმართებაში და სხვადასხვა ბიზნესები შეიძლება ჩამოუთავლოთ, ხო, შორს წაგვიყვანს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურად კონკრეტული ინტერესების გამო ფუჭდებოდა ბიზნეს გარემო. ანუ პრობლემა ექნებოდა თავისუფალ კონკურენციას
და შესაბამისად ეს გაცილებით ზოგადად დამანგრეველი არის ჯანსაღი ეკონომიკური სისტემისთვის და ეს ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის დანგრევა ნიშნავს, რომ ავტომატურად ის ხდება ბიზნეს ბიუროკრატიული სისტემის ნაწილი. ბიზნესში ბიუროკრატია არ შეიძლება. ბიუროკრატია შეიძლება იყოს სახელმწიფო რგოლებში და იქაც კი ცუდია და წარმოიდგინე ხა ბიზნესში რას შვება, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ბიუროკრატიული ნაწილი. და სამწუხაროდ ის რომ ერთი მიმართულებით სამართლიანობის მიმართულებით თუ ვინმე დააშავა რა საკვირველს და გამოვლინდეს და შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ჩვენ რას ხედავთ ამ ბოლო პერიოდში გარდა ასე ვთქვათ ბრალდებებისა თვითონ სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით. მაპატიეთ, მაგრამ მე ვერაფერი ვერ ნახე სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით გადადგმული სისტემური ასე ვთქვათ ნაბიჯები, რაც ამ გარემოს ეგრეთ წოდებულ დისბალანსს გარემოს ასე ვთქვათ რაღაცნაირად გაუმჯობესებდა. რა გაიზარდა ფულზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა ამ ქვეყანაში, საფინანსო ბაზარზე არსებული ასე ვთქვათ თავკომბალა ეგრეთ წოდებულ მონოპოლისტური მდგომარეობა. სასამართლო რეფორმა გატარდა. სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით სამწუხაროდ ან მიზეზებთან მისვლარი მთავარი შედეგებთან ბრძოლას არ გამოაქვს. აი რომ წვეთავს სახურავიდან. ეს დავებს რომ უბრალოდ ახალმა კლანმა უნდა გადაიბაროს ეს რესურსები და რომ პოლიტიკური ბიუროკრატიის ცვლილების შედეგი რომ ახლა ახალი ბოსია დავალოს. ეს არ არის, მაშინ უნდა იყოს სისტემური ესე ვთქვათ რეფორმა. რო წვეთავს სახურავიდან ესე ვთქვათ წვიმა, ანუ ამ წვიმის წვეთის შედეგების აღმოფხრა არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს ხედავთ რომ იქ ვიღაცამ დიდი ჯამი დაუდგა, ან ვიღაც წვეთავდა და აქამდე მალავდნენ ეს გვესმის, მაგრამ თვითონ ეს მიზეზი რის გამოც ეს ხდება, ამის გამოსწორება ჩვენ სისტემაში არ ვხედავთ. სისტემაში არ ვხედავთ, ეს არის თელი პრობლემა, ეს არის ბიზნეს გარემოს გაუარესების ზოგადად პრობლემა, რაც ბიუჯეტიდან დავიწყეთ და აშკარად იკითხება, ზოგისთვის შეიძლება ეს არ ჩანს ესე, მაგრამ ამას ნიშნავს ეს არის პულსი ზუსტად, როდესაც ბიზნესზე პულსი გიჭირავს, მიუხედავად ეს ვთქვათ 1000 შეს გახსნა შეიძლება მოუძებნო, მაგრამ ამას ახსნა არ აქვს, როდესაც მოგების გადასახადი არ გეზდება, სხვადასხვა ეს ვთქვათ სისტემის და მიუხედავად ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა და აი სწორედ ამიტომ არ გეზდება. ორი ვარიანტია, ერთი რომ ბიზნესი ვერ ფარდოვდება, ან ჭtildeში ამჯობინებს ბიზნესი მოღვაწეობას და ორივე ცუდი ამ შემთხვევაში, იმიტომ როგორც კი ჭtildeოვანი ნაწილი ესე ვთქვათ იზრდება, მეორე ხარეს ლეგალურ ბიზნესს ექნება პრობლემები, იმიტომ ეს კონკურენტები არიან, შინაარსით პირდაპირიც და ირიბი კონკურენტებიც, იმიტომ რომ ან ცალკე არის კიდე ეს